სანამ ვინმე ინვესტორი არ გამოჩნდება, მანამდე ჩვენ ვერ გავალთ ევროტურნირებზე? ისიც რა არის, ზუსტად წეღარაც ვახსენე, რომ ზუსტად ეს ინდიკატორი არ უნდა იყოს ევროტურნირები. ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვილაპარაკ, ანუ კონკრეტულად იბერიაზე და ჩემ თავზე მე არ მიმაჩნია მართებულად მაყურებლისთვის არ უნდა იყოს ინდიკატორი? მე არ ვიძახი, რომ კლუბში როცა მწვრთნელი მუშაობს 1 წელი, 2 წელი, 3 წელი და მაინც არა აქვს ეს რაღაცა დადებითი შედეგი ევროტურნირებზე, რა თქმა უნდა, მე უნდა გამოვიტანოთ, მე მაგითო ვახსენე, ჩემ კონკრეტულ მომენტზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე სულ რაღაც 1 წელიც არ არის გუნდში, რაც ვიყავი და ეხლა ის, რომ უცბად ყველას ხაზი გადაუსვათ იმის გამო, რომ კორღალიძე არ ვაგა, კორღალიძე 1 წლის წინ ყველაზე მაგარი მწვრთნელი იყო, მე არ ვიძახი ამას, თვითონ ხალხი იძახდა და 1 თვის მერე რა შეიცვალა ისეთი, რომ უცბად გახდა გვერდზე გასაწევი, გახვედით ევროტურნირი. ხო, ანუ ზუსტად მანდ მივდივარ, რომ სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.